საღამოშვიდობისა, მივესალმები რუსთაველის ტელემაყურებელს ლოტო 642-ის მოთამაშეებს და კიდევ ერთი შანსი გაქვთ იმისთვის, რომ გახდეთ მილიონერი, შეიძლება ასეც ითქვას, თლად მილიონამდე ჯერჯერობით ვერ ვართ, მაგრამ ორი ისეთი კატეგორია გვაქვს გასათამაშებელი, რომ არც არაფერი აკლია. ამასაც თამამად ვიტყვით. მოკლედ, რაც შეეხება ჯეკპოტს გვაქვს 802.118 ლარი, არც მეტი და არც ნაკლები და მეორე კატეგორია ფაქტობრივად უკვე 9 მილიონისკენ თამამად მიიწევს 417.000 ლარია გასათამაშებელი. გათამაშების დროა. მეორე კატეგორია მაინც უნდა გავათამაშოთ, ამიტომ რა ვიცი, მე მგონია რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთი გათამაშების დროს არ უნდა დაგავიწყდეთ ერთი ბილეთის ყიდვა მაინც, იმიტომ რომ რა იცით, იქნებ დღეს არის სწორედ ის დღე, როდესაც თქვენ იღბალი მოგაკითხავთ. მაშასე 857 ტირაჟი გახლავთ. ეს დავიწყეთ ღილაკისკენ და გისურვებთ წარმატებას თითოეულ თქვენგანს. აბა მოემზადეთ 3-2-1. ნახოთ, აბა ახლა დღეს რა შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი. როგორი იქნება ციფრთა კომბინაცია და დაემთხვევა თუ არა თქვენს მიერ შევსებულ ბილეთს. და 27-მა გახსნა დღევანდელი გათამაშება, შემოგვიგორდა ყვითელი ბურთი და ველოდებით მეორე მომგები ამ ბურთს და ის გახლავთ ნომერი 4. გვაქვს 27-4 და მესამე მომგებიანი ბურთი გამოიყურება და ჟღერს შემდეგნაირად. ის გახლავთ ნომერი 28. ნახოთ, ვისაც ეს სამი ციფრი თუ რიცხვი უკვე ჩაწერილი აქვს, რა თქმა უნდა, მღელვარებამაც მოიმატა. 23 შემოგვიგორდა მეოთხე მომგებიან ბურთად და ველოდებით უკვე მეხუთე მომგებიან ბურთს და ის გახლავთ ნომერი 40. ფერთა გამად შეკრულია, გვაქვს ყვითელი, ლურჯი, წითელი, მწვანე და ნახოთ მეექვსე ძირითად ბურთად რა შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი. და იღბლიანი 7-იანი შემოგვიგორა აქვე. ესეც ძირითადი 6 ბურთი და ნახოთ ბონუს რიცხვი ის გახლავთ ნომერი 35. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ 27, 4, 28, 23, 40, 7, 35 გახლავთ ბონუს რიცხვი. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მალე დავაკვირდებით, გადავთვლით თუ რა ხდება, როგორ ხდება, რამდენი გამარჯვებული გვყავს, რამდენი გათამაშდა და ასე შემდეგ და იმედია რომ ძალიან ბევრი ბედნიერი ადამიანი დგას ახლა ტელეეკრანთან და თავის ოჯახის წევრებს ან მარტო თავის თავს უზიარებს იმ ბედნიერებას, რასაც ქვია მოგებისგან გამოწვეული ბედნიერება, მით უმეტეს რომ შესანიშნავი თანხები გვაქვს გასათამაშებელი, როგორც უკვე გითხარით, 802.000 ლარზე მეტია ჯეკპოტი და მეორე კატეგორია გახლავთ 417.000 ლარი, 9 მილიონს გვუახლოვდებით, ამიტომ წინასწარ შეგახსენებთ, რომ ის ერთი ბილეთი შესაძლებელია რომ გადამწყვეტი აღმოჩნდეს და სწორედ იმ ერთი ბილეთით მოიგოთ ისეთი თანხა, როგორიც მართლაც რომ შეუდარებელია თითოეული ადამიანისთვის. ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა, ანუ ბილეთების შესაძენად და ლოტო 642-მა და საქართველოს ეროვნულმა ლოტარიის კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს ბილეთების შეძენა. ესე იგი, ვირტუალურად სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ აკრიფოთ 3W-LOTO.G, შეგბრძანდეთ და შეავსოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია, ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, დაინახავთ აუცილებლად სადმე მაინც ჩვენ სერვის ცენტრს, სადაც რა თქმა უნდა ძალიან ესე იგი კარგი კონსულტანტები, ადამიანები მოგემსახურებიან თქვენ და შეგავსებინებენ სხვადასხვა ციფრთა კომბინაციას. მოკლედ, რუსთაველის ეთერში მე ვფიქრობ, რომ შედეგები ვერ მოესწრება, მაგრამ აუცილებლად გეტყვით, რომ ჩვენი ლაივი გადაგრძელდება YouTube-ზე, ჩვენი საეთერო ამ შემთხვევაში რუსთაველზე იწურება და YouTube-ზე გადმოგხევით და იქ გავაგრძელოთ და შედეგებსაც რა თქმა უნდა იქვე გაგაცნობთ თითოეულ თქვენგანს. ხო და კიდევ ერთი გზა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ ლოტოს ჟიხურები მდებარეობს, ეს იცით და მიბრძანდით და შეიძინეთ ერთი ბილეთი მაინც. გისურვებთ ბედნიერ საღამოს, რუსთაველის ტელემაყურებელს ვებშვიდობებით და ვაგრძელებთ YouTube-ზე. ესეც ასე ჩვენ უკვე YouTube სივრცეში ვართ და ჩვენ სოციალურ ქსელებში და ველოდებით მოკლედ
შედეგებს ხანდახან ესე ხდება ხოლმე დათვას სჭირდება დრო იმისთვის რომ აბსოლუტური სიზუსტით გადავამოწმოთ ყველა ის შედეგი რომელიც დღევანდელი დღისთვის არის ამ შემთხვევაში და შემდეგ უკვე თქვენამდე მოვიდეს ნუ პრინციპში თქვენ უკვე გამარჯვებულმა ადამიანებმა კი იცით მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავიგოთ და თელ საქართველოსაც ხომ უნდა გავაგებინოთ კიდევ ერთხელ მოდი გეტყვით იმ ციფრთა კომბინაციას რომელიც დღევანდელი დღისთვის შემოგთავაზა ლოტოტრონმა ეს გახლავთ 27 4 28 23 40 7 და 35 ეს გახლავთ ბონუს რიცხვი და იმედია რომ სწორედ ეს ციფრთა კომბინაცია დაჭდა და იმედია რომ სწორედ ეს ციფრთა კომბინაცია გიწერიათ აი იმ ბილეთებში რომელიც მე დარწმუნებული ვარ რომ იქნება ყველაზე იღბლიანი რაც კი ოდესმე რამე გიყიდიათ ნახოთ დაველოდოთ შედეგებს პრინციპში და კიდევ ერთხელ აქვე შეგახსენებთ იმ ადგილებს ნუ პრინციპში ეს ძალიან კარგად იცით ლოტო FC42-ის ერთგულმა მოთამაშეებმა მაგრამ ადამიანები რომლებიც ახლა იწყებენ მაგალითად ჩართვას ამ დიდ მარათონში რასაც ქვია ლოტო FC42-ის თამაში მათთვის ან საერთოდაც ვინც არ თამაშობს მათთვის აუცილებლად გადავიმეოროთ ესე იგი ლოტო.g ეს გახლავთ გზა სახლიდან გაუსვლელად თუ როგორ უნდა შეავსოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია ასევე ყველა დიდი სავაჭრო მოლი და სერვის ცენტრები სადაც შეგიძლიათ შეავსოთ ასევე თქვენთვის სასურველი კომბინაცია და მთელი საქართველოს მასშტაბით არის ლოტოს ჟიხურები. მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველოს ეროვნულმა ლოტარიის კომპანიამ, დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ასე რომ თან ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის სისტემატიური თამაში და ჩართვა ამ მარათონში ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ ესეთ ადამიანებს უმართლებთ ხოლმე როგორც წესი სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტად, რომლებიც აი ესე უწყვეტ რეჟიმში თამაშობენ ლოტარიას და ამ შემთხვევაში ლოტო FC42 ჩვენ გვექნება სულ რამოდენიმე წამში შეიძლება ითქვას უკვე შედეგები და გაგიზიარებთ თითოეულ თქვენგანს შედეგების შესახებ. აბა ვნახოთ ახლა მოგოწდა ეგ გამოჩნდება როგორც წესი ჩვენი შედეგები და ნახოთ რამდენად კარგი შედეგები გვაქვს. მოკლედ მეხუთე მეექვსე კატეგორიაში გვყავს ბევრი გამარჯვებული, როგორც აღმოჩნდა მეოთხე, მესამე, მეორე, პირველი კატეგორიები დღეს არ გათამაშდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ გათამაშებაში გაქვთ ძალიან კარგი შანსი, აი მესამე კატეგორიაში განსაკუთრებით 11308 ლარია, რომელიც კიდევ გაიზრდება და მესამე კატეგორია იცით რომ შედარებით მარტივად თამაშდება ხოლმე. რა ვიცი, მეორე კატეგორიის გათამაშების დროც არის და იქნებდა შემდეგია ის გათამაშება, როდესაც მეორე კატეგორიასაც უნდა გამოვკრათ ხელი და იყოს ჯეკპოტიც. ყველა ერთად გავათამაშოთ. მე წარმატებას გისურვებ თითოეულ თქვენგანს და გელოდებით პარასკევს ბილეთებით ხელში.